დაიწყო აზიატების კონტინგენტებით შევსება. მანამდე მას ბრძანება აქვს გაცემული, ალექსანდრე, არ ვიცი თქვი თუ არა. 30,000 სპარსელი ახალგაზრდა უნდა გაიწვრთნას მაკედონელი ოფიცრების მიერ, ანუ მაკედონური სამხედრო წესის მიხედვით და ბერძნულ ენაზე, ბერძენი მასწავლებლები ყავთ. ანუ აი სინთეზს ქმნის, ანუ არმიაში პირველი სადაც შემოაქვს ეს სინთეზი. შემოაქვს არმიაში სპარსელები მაკედონური დისციპლინით და იარაღით და ბერძნული ენით და კულტურით. ამას მერე ამ 30,000 სპარსელ ყმაწვილს ის ინდოეთში შეიყვანს. ინდოეთში როცა შევა ალექსანდრე, იქ შევა დიდი ჯარით. 120,000-იანი არმიით შევა, სადაც 2/3 მის ჯარის იქნებიან აზიატები. არ იქნა ეს მაკედონური არმია, მისი არმია უკვე ნელ-ნელა იწყებს ევროპული ხასიათის დაკარგვას. უკვე აზიატებით შემოგვირია, აქაც შემოგვირია.